სოხუმზე სამწუხაროდ ბევრი არაფერი მახსოვს, იმიტომ რომ 99 წელს დავიბადე სოხუმში და სულ რამდენიმე დღეში პირველი ავგებრობა მოხდა, მოდიას დავარქვათ. ამიტომ ძალიან პატარა ვიყავი, რომ რაღაც მეხსიერებაში მქონდეს. თუმცა აფხაზეთზე რაღაც პატარა მოგონებები მაქვს, იმიტომ რომ გალში, როგორც პატარა დამყოფი და რაღაც მეხსიერებაში რაღაც კი ჩარჩენილი მაქვს გალის რაღაც მოგონებები, როდესაც ნათესავებთან ვიყავით და აი შეიძლება რას ვაკეთებ? ტექნოლოგიებში ვარ. დიდი ხანია უნივერსიტეტის დამთავრების მერე 2011-12 წლიდან. პირველი შუა რაღაცას გავაკეთე იყო კინგსი საქართველოს, რომელიც საგანმანათლებლო ოლიმპიადებია ბავშვებისთვის საქართველოში. წარმატებული ეგზიტი ჰქონდა, ანუ გაყიდვა ამ კომპანიის 2018 წელს. და დღეს კინგს ვაკეთებ საერთაშორისო მასშტაბით 2020 წლიდან ლიტვაში დავიწყეთ. გადავედით ბულგარეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, მოლდოვაში და ეხლა უკვე რაღაც თვეში ლამის ერთ ქვეყანას ვამატებთ. ძალიან კარგი არის, მიხარია ყველა წარმატებული ქართველი. ირაკლი, რას გვეტყოდით აი პერსპექტივაზე საქართველოს განვითარების მიმართულებით? ანუ რა ეტაპზე ვარ და რა პერსპექტივები გვაქვს ამომავლოდ? 2015 წლიდან ალბათ სტარტაპ ეკოსისტემა კარგად ვითარდება, ნუ ეს ჯიტას დაფუძნებასთანაც არის კავშირში ბუნებრივია, ანუ სახელმწიფოს მხრიდან არის დახმარება, რომ სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს. პლუს სახელმწიფო დახმარების გარდა ეკოსისტემაში დაგროვდა ცოდნა, ჩემი აზრით და კონტაქტების, რომ რაღაც ახალ ნაბიჯზე და ახალ ეტაპზე გადავიდეს ქვეყანა მაგ მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხდება ეს რაღაცა ახალი ეტაპი. ქონია რომ წიხდება მაგ ნაწილში რაღაცები. ირაკლი, რამე საერთო პროექტი თუ ქონიათ ადამიანებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი? ბევრი ქართველი, რომელიც აფხაზეთიდან წარმოშობით. დღესაც მუშაობ ჩვენთან. ასე რომ ხო ეს არის ალბათ ყველაზე დიდი კავშირი, სამწუხაროდ და ამაზე მეტი ბევრი გასაგები მიზეზის გამო არ არის. კი ბატონო. ირაკლი, რას ეტყოდი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რა რჩევას მისცემდი და ითანამშრომლებდი თუ არა მათთან რაიმე პროექტში ერთად გააკეთებდი თუ არა დაუშვათ რამე პროექტს? ჩემი აზრით 21 საუკუნე არის ინფორმაციული საუკუნე და ღია საზღვრების საუკუნე და აუცილებელია რომ შესაძლებლობა ქონდეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანს რომ გაესწროს მსოფლიოში რა ხდება და ანუ ეს ღია საზღვრები გამოიყენოს. ხო, ხა ჩვენ მაგალითად სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების წინაპირობა მიმაჩნია ის რომ 2017 წლიდან ხო გვაქვს ვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ამას გაამარტივა მიმოსვლა. წინადაც თქოს რაღაც ვიზის აღება თეორიულად შესაძლებელი იყო. ძალიან გაიხსნა, ხო? ამიტომ ქართული პასპორტის მქონა დღეს დიდი პრივილეგიაა, ხო? ჩემი წარმოდგენით რაც მოხდა წარსულში უნდა დავტოვოთ და ხო, რავი, მე მგონია რომ მე ძალიან კარგად მახსოვს და შეუძლებელია მე დავივიწყო და რავი, მგონია რომ საქართველოს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ხალხს პირველ რიგში და მეორე ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს და ჩემი შვილებიც ამ განწყობით გაიზრდებიან რა და ჩვენ თბილისში გქონდა დაკარგული 400 წელიწადი რა, სოხუმშიც და ცხინვალშიც დაბრუნდებით.